თემა არის განწყობა და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ძალიან რთულად მოსააზრებელი და ფენომენოლოგიურად დიდარი ცნება, რომელიც მშვენივრად გამოსახავს ადამიანის მდგომარეობას. იმას, რაც გვამცნობს სამყაროს, ჩვენს თავთან და ჩვენს არსებობასთან, ჩვენს ურთიერთობაზე. ამ ვიდეოს კონტექსტი რო გავითვალისწინოთ, ის არის ადამიანის ყოფიერების ერთ-ერთი ფუნდამენტალური განზომილება. ეს ფრაზა, როგორც ვახსენე, ყველაზე კარგად აღწერს ადამიანის მდგომარეობას და მეტიც, რომ ის განსაზღვროს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. და ამაში რას გულისხმობ? ცოტა შეიძლება აბსტრაქტული იყოს, მაგრამ ეცდები რომ კონკრეტული ვიყო. არამეცნიერული ენით რო ვისაუბროთ, სად ხდება ადამიანის აზრების წარმოქმნა? რა თქმა უნდა, ტვინში, ხო? მაგრამ სანამ აზრები ჩვენამდე მოვა, ის გადის რამოდენიმე პროცედურას. და ამაში რას გულისხმობ? რომ ჩვენამდე მოსული აზრები არის უკვე მზა. სიტყვები რაც გვესმის ტვინში, ეს არის უკვე მზად. და პირველი რაც წარმოიქმნება ჩვენს გონებაში არის განცდები. რასაც წარმოქმნის განწყობა. ამ განცდებს უკვე ჩვენში არსებული ცნობიერება თარგმნის სიტყვებად, რაც გვევლინება, ხო, აზრების სახით. შეიძლება ემოციებიც იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი აბსტრაქცია ჩვენს ტვინში მოსული. და რას გულისხმობ კონკრეტულად ცხოვრების ხარისხში და როგორ უკავშირებ ამ ყველაფერს, რომ ემოციები და განცდები განწყობა არის ორი სხვადასხვა რამ. ემოციებზე ჩვენ არანაირი კონტროლი არ აქვს და კონკრეტულ ადამიანში შეიძლება კონკრეტული რაიმე გამოხატავდეს რაიმე ემოციას, ხო? და ეს არ არის კონტროლირებადი. სრულად რენდომია რა მოხდა. ხოლო განცდები არის ის, რაც შეგვიძლია რომ ჩვენ ვაკონტროლოთ. ცხოვრების კონტროლი არის განცდების კონტროლი. თუ გვაქვს კონტროლი განცდებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს კონტროლი ჩვენს აზრებზე. ხოლო ჩვენი აზრები არის ის, რაც აყალიბებს უკვე ჩვენს პიროვნებას. და როგორ მაქვს ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებული. ამ არხზე რაზეც ვსაუბრობ, ცხოვრებისეული მაგალითი რომ მოვიყვანო, მოკლედ ხელოვნება. რომ ჩემს ნახატებში, ჩემს სტილოებში ვახსოვ სწორედ ამ განწყობას, რომელიც წარმოქმნილი არის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. და ამ ყველაფერს ვაფიქსირებ. რაც წარმოქმნის უკვე სიამოვნებას, გარკვეულ ემოციას ხატვის პროცესისადმი, ხო? და ეს ემოცია არსად არ იკარგებ. ერთგვარ რიტუალად მაქცეული, როდესაც ჩემს ნახატებს ვუყურებ, ხო? რომ კონკრეტული ემოციები მაკავშირებს მასთან. რომ მე განვიხილავ და ვუყურებ ჩემს წარსულს, ჩემს განცდებს, რომელიც გარკვეულ ცხოვრების ეტაპზე განვიცადე. გარკვეულ განწყობას, რომელიც გარკვეულ ცხოვრების ეტაპთან იყო დაკავშირებული. ერთგვარი რიტუალი არის, რითაც მე სიკვდილის წინ გამოყოფილი DMT-ვით ჩემს ცხოვრებას გადავხედავ. დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ განწყობა არის არსებობის ის ძირეული ფენა, რომელიც სიტყვებისა და აზროვნების მიღმა დგას. ის არ არის უბრალოდ ფონური მდგომარეობა, ის არის ფუნდამენტი, საიდანაც ჩნდება ფიქრი, მანერა, აზროვნება, ხედვა. ცხოვრების ხარისხსაც სწორედ ეგ განსაზღვრავს, რადგან ის ქმნის ისეთ სივრცეს, სადაც ყველაფერი აზრს იძენს. სანამ ვფიქრობ, სანამ ვიტყვით ან მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქ უკვე არის განწყობა, როგორც წყარო და დასაწყისი.